მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ქართულ საზოგადოებას მიულოცო გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას ისტორიული რეზოლუცია, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული ქართველი ხალხისადმი, ქართული სახელმწიფოსადმი ხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გამოთქმულია შეშფოთება ძალიან მკაფიოდ და ნათლად იმ რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელსაც ევროპარლამენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით და ყველა ძირითადი პარტიის მონაწილეობით არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. იგი გმობს პოლიტპატიმრების არსებობას ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვების და მოითხოვს მათ გათავისუფლებას, ასევე გათავისუფლებას იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით არიან დაკავებული, მათ შორის, რა თქმა უნდა, ზია ამაღლობელის და მოუწოდებს საქართველოში მოქმედ რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან შეკრულ და დაახლოებულ რეჟიმს ჩაატაროს თავისუფალი დამოუკიდებელი ორგანოების მიერ კონტროლირებადი და მეთვალყურეობის ქვეშ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და მიიჩნევს, რომ ის პროცესი, რომელიც მას აქვს დაგეგმილი 4 ოქტომბერს, იქნება მხოლოდ ამ რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის განკუთვნილი და ბუნებრივია მას ნდობას არ უცხადებს. ეს არის ისტორიული რეზოლუცია, იმიტომ რომ ასეთი მკაფიო, ასეთი მკვეთრი და ასეთი ერთმნიშვნელოვანი ევროპარლამენტი მისი აბსოლუტური უმრავლესობით ყველა ძირითადი ხასუსვამ, ყველა ძირითადი პარტიის ერთსულოვანი ხარდაჭერით არასდროს არ ყოფილა. ეს ამავდროულად აჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანაში დემოკრატია და რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო ჯერ კიდევ მიჩნეული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით და აი იმ მავნებლურმა, მოღალატურმა პროცესმა, რომელსაც აწარმოებს ივანიშვილის კრიმინალთა და მოღალატეთა რუსული ბანდა, ქვეყანა მიიყვანა პრაქტიკულად იზოლაციამდე, ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, ევროპარლამენტი ასეთ მწვავე რეზოლუციას იღებს, სადაც გმობს ამ რეჟიმის ქმედებას, რომელიც მიმართული არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ. და ამავდროულად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის ერთ-ერთი წარმომადგენლის პაპუაშვილის განცხადებით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა. ეს არის მტკნარი სიცრუე, მორიგი კრემლის პროპაგანდა, მორიგი ბინძური პროპაგანდა, რომელიც ახასიათებს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს და მას საერთო არ აქვს არაფერი სიმართლესთან და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ამ რეჟიმს გონს მოეგონ, გაათავისუფლონ პუტინის პირადი ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ რეჟიმის სხვა ყველა პოლიტიკური პატიმარი. გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მეტნაკლებად მაინც ცივილიზებული განვითარების გზას, დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს დამოუკიდებელი და პატიოსანი მიუკერძოებელი სტრუქტურა, რომელიც ჩატარდება მეტნაკლებად მაინც ნორმალურ გარემოში. ეს არის სწორედ ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ნათქვამი ევროპარლამენტის გუშინდელ ისტორიულ რეზოლუციაში. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ სარგებლობთ შემთხვევით და ვაცხადებთ, რომ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ ვიბრძოლოთ პრინციპულად, თანმიმდევრულად, უკომპრომისოდ ამ მოღალატური კრიმინალური რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და სარგებლობ შემთხვევით კიდევ ერთხელ მოუწოდებ განსაკუთრებით პარტია ლელოს გააცნობიეროს მისი შეცდომა და ევროპარლამენტის რეზოლუცია მაინც იყოს ყურად. გაჯიუტდება მის ძალიან მძიმე შეცდომაში, დაარღვევს ოპოზიციურ ერთობას და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობით შეუქმნის ლეგიტიმაციას, როგორც პრაქტიკულად არის ნათქვამი ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ამ რეჟიმს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთიანობით, ერთად, უნდა ვიბრძოლოთ პრინციპულად, უკომპრომისოდ, თანმიმდევრულად და ჩვენი ქართველი ხალხის პატრიოტების აბსოლუტური უმრავლესობის, ჩვენი მოქალაქეებისა ბრძოლით, მშვიდობიანი ბრძოლით და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, აუცილებლად დავამარცხებთ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ რეჟიმს. როგორ გაიგეთ გუშინდელი საუმედროობის პოზიცია, რომელიც არჩევნების ფარს უწოდებს, თუმცა ასევე არ მოსწევს ბოიკოტის კამპანია. ის მოგიწოდებს ოპოზიციურ პარტიებს წინააღმდეგობის პლატფორმის გაძლიერებისკენ და რა რესურსს გადააქვს თქვენ პარტიებს შორის ერთიანობის გაძლიერებისთვის. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს განცხადებას, რა თქმა უნდა მივესალმებით იმ ნაწილს, რომ იგი ფარს უწოდებს სწორედ რუსულ სპეცოპერაციას და ეს ასია და მივესალმებით ყველა ადამიანის სწორ შეფასებას ამ მიმართულებით. პრინციპში ეს იმდენად ცხადია, რომ ამას დიდი პოლიტიკოსობაც არ ჭირდება. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის მას, რომ როდესაც ლაპარაკია ფარსზე, როდესაც ლაპარაკია რუსულ სპეცოპერაციაზე, მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღო იურიდიული ენით და პოლიტიკური ენით ამას ბოიკოტი ქვია. თუმცა, როგორც ჩანს, სამწუხაროდ მას ვერ გაუგია, რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, 8 პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა განცხადება და იგივე პოზიციაზეა ძალიან ბევრი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, ცალკეული ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ჯგუფები და მოქალაქეები და მთლიანობაში ის საპროტესტო მოძრაობა, რაც მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში, განსაკუთრებით ამას ჩვენ ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, არ არის უბრალოდ პასიურობა და სადღაც რომელიღაც პროცესში არ მონაწილეობა. ეს არის არა პასიური ბოიკოტი, ეს არის არ თანამშრომლობა, არ კოლაბორაცია მოღალატურ კრიმინალურ რუსულ რეჟიმთან და მასთან აქტიური არაძალადობრივი მშვიდობიანი, მაგრამ აქტიური დაპირისპირება, მისი აქტიური მხილება და ჩვენ გვაქვს უკვე დაწყებული პაატა ბურჭულაძე ლიდერობს ამ პროცესს და ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები ამ პროცესში. მხილების პროცესი ამ რეჟიმთან მიმართებაში და ასევე ჩვენ საზოგადოებასთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ
გავააქტიუროთ საზოგადოების ის ნაწილი და სამწუხაროდ ასეთი საკმაოდ დიდია, რომელიც მთელი რიგი მიზეზების გამო არ და ვერ არის ჩართული ქვეყნის დედის გამსაზღვრელ პროცესში. აქედან გამომდინარე, ბოიკოტი ეს არის ესეთი პირობითი სიტყვა, უფრო სწორი სიტყვა და ტერმინი იქნებოდა არაძალადობრივი მშვიდობიანი წინააღმდეგობა მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ რეჟიმთან. მისი არაღიარება, მასთან არ კოლაბორაცია. ეს არის შინაარსი ჩვენი ბრძოლისა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანაში შეიცვალოს ვითარება, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ისეთი გარემო, როდესაც შესაძლებელი იქნება დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია შემდგომ საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება, ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდება და ყველა ნორმალური პატრიოტული და ამავდროულად პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა, მასში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ სწორედ მშვიდობიანად არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. ორგანიზაციები თუ ვინდა როგორ ამდენი ფინანსდება ევროკომისიის მხრიდან. საუბარი ამათ შორის საქართველოზე და მათ შორის საკმაოდ სოლიდურ ბანკებთან, მაგალითად საია და საფარა. რატომ იცი აღიდგებიან საქართველოში განჭირვალობის კანონს და რატომ არიან ეს ორგანიზაციები მოხდილი შესაძლოა რამდენად მნიშვნელოვანი განჭირვალობის ის კანონი, რაც მიიღო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულმა ბანდამ, აბსოლუტურად არაფერ კავშირში არ არის ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობასთან. ამ კანონის მიზანია, როგორც რუსეთშია ეს, რომ მოახდინოს ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც არ ასრულებენ ამ რეჟიმის დაკვეთას, რომ პრაქტიკულად მაქსიმალურად შეუშალონ ხელი, ან საერთოდ დახურონ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქართულ საზოგადოებას იმისათვის, რომ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას იაროს დემოკრატიული გზით და არა ავტორიტარული მეთოდებით. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მხარდაჭერილი არიან ჩვენი მეგობრების მხრიდან, იმ მეგობრების მხრიდან, რომელთათვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არაღიარების პოლიტიკა, სწორედ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკა, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავდნენ და ზრუნავენ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. და როდესაც ჩვენი მეგობრები, როგორც ევროპარლამენტი, ხედავენ, რომ საქართველო პრაქტიკულად მიტაცებულია და ეს არის ასევე რეზოლუციაში რეჟიმის მიერ, რომელიც მეგობრობს ავტორიტარულ რეჟიმებთან, ბუნებრივია ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ცდილობს დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მათ შორის დაეხმაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებული არიან საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით დაეხმარონ ქართულ საზოგადოებას. ამასთან დაკავშირებით ზაქარიას პარტიაში თუ ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის არის სიტუაციო, ამიტომ ისიც განაცხადა, რომ მათთან რეგიონებში კოალიცია პროცესში იორგან ინფორმაცია საკოალიციაში საუბარდა, როგორ ფიქრობთ, რატომ დაახლოებით მიუხედავად ნაციონალური მოძრაობასთან თანხმობა მართლის? ხონდათ რა კოალიციები საკრებულოში ზაქარიას პარტიაში? თქვენ კითხვა რაში გჭირდებათ ფაქტები რაც არის, იცით ხო, რუსთავსა და ზუგდიდში ჩვენ ითანამშრომლეთ, რათა გაგვემარცხებია
ამ რეჟიმის წარმომადგენლები და არ ქონოდა რეჟიმს უმრავლესობა და ნაციონალურ მოძრაობა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ ჩვენთვის თანამდებობები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ამ რეჟიმის დამარცხება და ამიტომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელ ძალას, მაგრამ ფორმალურად მაინც ოპოზიციაში მყოფ ძალას დაუთმეთ ყველა თანამდებობა იმ საკრებულოებში, სადაც ერთიანი მოქმედება განახორციელეთ და სადაც უმრავლესობა ქონდა და აქვს ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას. ეს ფაქტია, ამას მე მგონი რაიმე ჩაკითხვა და კითხვა არ ჭირდება, რაც არის ფაქტი და სახეზე, მე მგონი ამაზე ზედმეტი კომენტარი არც არის. ეს მათ უნდა კითხოთ. კომისიის არა ევროპარლამენტის. ყველა უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ მათთან დაკავშირებით მე იმედი არ მაქვს, ამიტომ ვისთანაც მეტნაკლებად მაინც ვთვლი, რომ არის შანსი, რომ გონს მოეგონ, მოუწოდე სწორედ იმიტომ ლელოს და იმიტომ გავუსვი ხაზი ლელოს, თორე ეს პროცესი, რაც 4 ოქტომბერს აქვს დაგეგმილი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას, არის რუსული სპეცოპერაცია, შესაბამისად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ღალატი ქართული საზოგადოების ბრძოლისა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ვინც მაშინ მიიღებს მონაწილეობას და ამით, როგორც ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი, გარკვეულ ლეგიტიმაციას შეძენს, ბუნებრივია ქართული საზოგადოება მათ ძალიან მკაფიოდ შეაფასებს და შესაბამისად მათი პოზიციებიც ისეთი იქნება, როგორიც მათ ეკუთვნით გამომდინარე ამ არასწორი მამლებლური და ქართველი ხალხის ბრძოლის მოღალატური ნაბიჯიდან. ის არჩევნები არც ჩატარდება, იმიტომ რომ არჩევნები არც ტარდება, იმიტომ რომ ტარდება რუსული სპეცოპერაცია და ჩვენი გეგმა არის არაძალადობრივი მშვიდობიანი წინააღმდეგობა ამ რეჟიმთან, მისი მხილების მიზნით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებს რომ გახსნის ამ რუსული სპეცოპერაციისთვის ეს რეჟიმი, ის უბნები რუსული სპეცოპერაციის უბნები იყოს ცარიელი და ის ადამიანები, ვინც არიან პოლიტიკურად გათუცნობიერებულები, ყველანი ვიყოთ საქართველოს ქუჩებსა და ქალაქების ქუჩებში, სოფლების ქუჩებში და გავაპროტესტოს ეს რეჟიმი. ძალიან მარტივია. ეს არის ერთ-ერთი გზა, ერთ-ერთი მიმართულება ჩვენი პროტესტისა და ჩვენი ბრძოლისა ამ მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დაირაზმოს ქართული საზოგადოება ამ რეჟიმის წინააღმდეგ არაძალადობრივ მშვიდობიან ბრძოლაში. ეს არის ჩვენი გზა, პრინციპული, შეურიგებელი, თანმიმდევრული და დარწმუნებულები ვართ, ისედაც მიმდინარეობს ჩამოშლის და შიგნიდან ხრწნის პროცესი ამ მოღალატური რეჟიმისა, ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთად, კი შეიძლება დროს მოითხოვდეს, მოთმინებას მოითხოვდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში საერთაშორისო პროცესებიც ასევე ჩვენ ქვეყანას ხელს უწყობს, ჩვენ ხელს უწყობს, ეს მოგვიტანს იმ გამარჯვებას, რომელი გამარჯვებისთვისაც იბრძვის ქართული საზოგადოება. ბატონო? აი ახლა ხან გითხარით, აი ზუსტად ახლა გითხარით. ახალი რას ნიშნავს? ახალი როგორ არის? ამდენი ხანი ამაზე ვლაპარაკობ, გენცო.
უნდა აუხსნათ მათ თუ ვინმეს არ ესმის, როგორი მოღალატური და კრიმინალური ბანდა მართავს საქართველოს, რომ თვითონ ისქელებენ ჯიბეებს, ხდებიან მილიონერები, მილიარდერები და ამ ფონზე თითოეული ჩვენი თანამოქალაქე როგორ ხარიბდება, როგორ იცლება საქართველოს ქართველებისგან და როგორ ივსება აბსოლუტურად უცხო ასე ვთქვათ კულტურისა და ტრადიციების მქონე უცხოტომელებით ჩვენი ქვეყანა, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში და ამას ხელს უწყობს ეს რეჟიმი და მათ შორის ლეგალურადაც შემოყავთ ქართველების ნაცვლად და ეს არის სწორედ ის რუსული გეგმა და რუსული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, რომ საქართველოს დაიცალოს ქართველებისგან და აივსოს უცხოტომელებისგან, ქართველი ხალხი დაძაბუნდეს, კიდევ უფრო მეტად გაღარიბდეს, გაჭირებული ადამიანები საქართველოსდან გარბოდნენ და აბსოლუტური ტოტალური კონტროლი ქონდეს ამ რეჟიმს, მათ შორის კრიმინალების მეშვეობით, რომლებიც პარპაშობენ ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა ვინც არ იცის, უნდა აუხსნათ, დავანახოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც საერთოდ გაჭირების გამო შეიძლება ტელევიზორიც არ აქვს, ვისაც შეიძლება ტელევიზორი აქვს, მაგრამ დენის ფულის გადახდის თავი არ აქვს, ვისაც შეიძლება ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ დრო არ აქვს, იმიტომ რომ შვილები ყავს გამოსაყვები და ამ რეჟიმის წყალობით უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, ძალიან ბევრი არის ასეთი ადამიანი, ვისაც ატყუებს ასევე კრემლის საინფორმაციო ინსტრუმენტებით, აი, რომელთა მიკროფონები ნაწილობრივ აქ არის წარმოდგენილი ეს რეჟიმი და დეზორიენტაციას ახდენს ჩვენი მოქალაქეების, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა არის მივიდეთ ამ ადამიანებთან, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ, აუხსნათ ხალხს რა ხდება და უთხრათ რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეები მათი აბსოლუტური უმრავლესობა ღირსეული გონიერი ადამიანია, თვითონ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. არ მომისმენია და არ ვიცი ეს როგორ მოჩატარდეს, ვერ გეტყვით. როდესაც იქნება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რახან სიტყვა არჩევნები ახსენეთ, 4 ოქტომბერს რეჟიმი აპირებს ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ ბუნებრივია ამ ვითარებაში და ამ CSKOT-ი, ამ პროკურატურით, ამ ჯიბის სასამართლოთი, ამ ჯიბის სუსით და პოლიციით და სტრუქტურებით ბუნებრივია ქვეყანაში გარდა რუსული სპეცოპერაციისა სხვა ვერაფერი ვერ ჩატარდება სამწუხაროდ, მაგრამ როცა იქნება მეტნაკლებად დამოუკიდებელი ეს ინსტიტუციები, მაშინ ბუნებრივია გვინდა და ამას მოვითხოვთ კიდევაც ქვეყანაში უნდა ჩატარდეს და ჩატარდება საპარლამენტო არჩევნებიც და ადგილობრივი არჩევნები. ქალბატონ ზია ამაღლობელს პოლიციელმა სახეში აფურთხა და აგინა და თქვენ თუ ეხლა ევროპარლამენტარს დაუწყებთ იმაზე შემოდავებას ეს რას ნიშნავს თქვენი საქმეა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამ რეჟიმს საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია იმ სამართალდამცავის მიმართ, რომელმაც მოქალაქეს არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, მაგრამ მით უმეტეს ქალბატონს, მით უმეტეს ჟურნალისტს აგინა და აფურთხა. აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა რეჟიმმა ქართული პოლიციის ის ნაწილი, რომელსაც ის ეყრდნობა და რომელსაც ის აძლევს კრიმინალურ დავალებებს და ისინი სამწუხაროდ ამ დავალებებს ასრულებენ. სამედიცინო სერვისებთან ხელმისაწვდომობა არ აქვს. ამბობენ, რომ მუშაობენ აფასების გარეშე, როგორც საუბრობენ, მაგრამ ამყარებენ ამ ნარატივს.
არ არსებობს იმის, რომ სამინისტროს ვერ იღებს ზემეს და დაკავებებს ამ განხადებას. მე უნდა მათკითხოთ და რა მდგომარეობაშია მზია ამაღლობელი, ასევე ქალბატონ მზია ამაღლობელს უნდა ვკითხოთ და მისი ადვოკატი თვითონ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებებს. მე ამ დეტალებზე რა თქმა უნდა არ მაქვს ინფორმაცია, ფაქტია მზია ამაღლობელი არის მსხვერპლი ამ რეჟიმის მხრიდან ძალადობისა, რადგანაც სხვა რა არის შეაფასეთ თითოეულმა თქვენთაგანმა, რაც არ უნდა პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელი იყოს აქ ნებისმიერი თქვენთაგანი, როდესაც ქალბატონს პოლიციელი შეაფურთხებს და შეაგინებს თუ ეს ძალადობა არ არის, მაშინ თქვენ თვითონ დაარქვით ამას სახელიან ნებისმიერმა იმ ადამიანმა, ვინც ამას უსმენს და ფაქტია, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, ფაქტია, რომ ის არის ის პატიმარი, რომელიც ყავს ამ რეჟიმს, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ადამიანი, რომელიც მშვიდობიანი და პოლიტიკური მეთოდებით როგორც მოქალაქე ებრძოდა ამ რეჟიმს და როგორც ჟურნალისტი ამხელდა ამ რეჟიმს ავრცელებდა რა მართალ ინფორმაციას ამ რეჟიმის შესახებ. სწორედ ამიტომ ამოიღო მიზანში ქალბატონი მზია ამ რეჟიმმა, ისე როგორც მიზანში ყავს ამოღებული ნებისმიერი ადამიანი, ვინც რეჟიმზე არ არის დაქვემდებარებული, ვინც რეჟიმის შესახებ მართალ ინფორმაციას ავრცელებს, ვინც რეჟიმს არ ემორჩილება და რეჟიმზე ავრცელებს მართალ კრიტიკულ ინფორმაციას, ისე როგორც რეჟიმი უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რეჟიმის დაკვეთით არ მოქმედებენ. ბატონო? კიდევ ერთხელ გეუბნებით გიპასუხეთ ამის თაობაზე, მე მგონი გაგების უნარი გააქვთ, მაგრამ მესმის რომ თქვენ გინდათ რომ რაღაცა თქვენთვის უფრო ხელსაყრელი პასუხი გაგცეთ, გაგეცით უკვე პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგცეთ, აი ქალბატონი ბრძანდებით, კი მუშაობთ პროპაგანდისტულ რუსულ მედიაში, მაგრამ გაქვთ თქვენი ასე ვთქვათ აღქმის უნარი, არის თუ არა ძალადობა თქვენზე, როდესაც პოლიციელი შეგაფურთხებთ და შეგაგინებთ. ეს არის ძალადობა. ხო და დანარჩენი შეგიძლიათ აკრიტიკოთ ქალბატონი რასა, რომელიც არის ერთი ევროპარლამენტარი და მას მარტო არ დაუწერია ეს რეზოლუცია, ის რეზოლუცია არის მხარდაჭერილი ყველა ძირითადი პარტიის მხრიდან აბსოლუტური უმრავლესობით ევროპარლამენტში და ეს არ არის მარტო ქალბატონი რასას ასე ვთქვათ აზრი და პოზიცია. ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტი საუბრობდეს როგორც მოლდოვაზე და უკრაინაზე საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ ხარდაჭერაზე, მათ შორის ფინანსურ ხარდაჭერაზე, სამწუხაროდ ევროპარლამენტს ანუ ყველა ძირითად პარტიას, მარტო თქვა სახალხო პარტიას არა, რომლის წევრებიც ვართ ნაციონალური მოძრაობა, არამედ სოციალისტურ პარტიას, რომლის წევრი იყო ცოტა ხნის წინ ეს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა და საიდანაც ივანიშვილის ეს ბანდა გამოაპანღურეს, მწვანეთა პარტიას, კონსერვატორთა პარტიას, ლიბერალურ პარტიას აქვს პრაქტიკულად ერთ და იგივე პოზიცია. განსხვავება წაიშალა, იმდენად მკაფიოა საქართველოში მძვინვარე საქართველოს ქართული სახელმწიფოს მიმტაცებელი პრორუსი რეჟიმის მიმართ დამოკიდებულება, რომელსაც აესე ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ აფასებს ევროპარლამენტი და არა ერთი ადამიანი, რომელზედაც ახლა აქვს ამ კრემლის პროპაგანდისტულ ასე ვთქვათ ამ ინსტრუმენტებს ამ რეჟიმის ბრძანებით გადართული ყურადღება და აი რასა იუკნევიჩუნის ტრიალი მიდის, სახელის ტრიალი მიდის 24 საათი რომ აი იმან რა თქვა და იმან ასე ვთქვათ რა დაწერა. ეს არ არის ერთი ადამიანის რეზოლუცია, ეს არის ევროპის პარლამენტის რეზოლუცია.
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან სამწუხარო, რომ ქვეყანაში ძვინვარებს ისეთი რეჟიმი, რომლის მავნებლობისა და მოღალატობის გამო, რომლის მიერ საქართველოში კოლაბორაციონისტული და რუსეთის ბრძანების შესაბამისად რუსული გეგმის შესრულების გამო უწევს ჩვენს მთავარ მეგობარს ევროპარლამენტს მიიღოს ასეთი რეზოლუცია, სულ ცოტა ხანში იქნება ასევე ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან მკაფიო სიგნალი მეგობარი აქტის სახით, ისე როგორც დიდი ბრიტანეთის მხრიდან ახლა ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი ლიდერები იქ არიან, იცით თქვენ ეს და ეს არის საყოველთაო პოზიცია, საყოველთაო დამოკიდებულება ამ რუსული კრიმინალური რეჟიმის მიმართ. ორჯერ გიპასუხეთ უკვე და არ მგონია რომ გაგების უნარი არ გქონდეთ. რაში მდგომარეობდა? არაფერში არ მდგომარეობდა. ხო, ეს ცდილობდა მდგომარეობდა არ არის. იყო ესეთი ასე ვთქვათ, იყო ასეთი შემოთავაზება. რომ თუ არ გავაკრიტიკებდით შესაბამისად მწვავეთ, მაშინ შეიძლება რაღაც სარგებელი მიგვეღო. აი ეს იყო შემოთავაზება. ბატონო? ეს ბატონ მამუკას უნდა გკითხოთ. თუმცა ბატონ მამუკას არ გაუკეთებია უშუალოდ ეს შემოთავაზება მისმა წარმომადგენელმა. ჩემგან მაინტერესებს, ჩემგან რომ გაინტერესებთ, მე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ მე გეუბნებით რომ გარკვეულ სარგებელზე იყო საუბარი და დანარჩენი ახლა მე მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ბატონო? გეუბნებით იმ ადამიანს უნდა გკითხოთ, ვინც ეს შემოთავაზება გააკეთა ამ პარტიის სახელით. მე მარჩიელობას ვერ დავიწყებ და ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის მიგვეწოდებია, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა ჩვენი პოზიციის პრინციპულობას და ლელო იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა პარტია, მათი ჯერ კიდევ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აბსოლუტურ მიუღებლობას, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ეს შემთხვევით არ გავაკეთე ეს განცხადება, კიდევ ერთხელ მოუწოდებთ მათ მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელზედაც როგორც ჩვენ ვიცით, გათვლა ჰქონდათ, რომ თითქოს თბილისის მერობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო მათი თავის დამოკიდებულება ჩამოაყალიბა ამ რუსულ სპეცოპერაციასთან მიმართებაში, ანუ შესაბამისად გამორიცხულია, რომ მან მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. თვით ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბა ეს, მაგალითად მათი წარმომადგენლები აი ეთერებში ამბობდნენ, რომ აი გითხარით, აი ვინ ამბობს, რომ ეს არის მიუღებელი და გითხარით, რომ ეს არის ლეგიტიმაცია თუ ჩვენ ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობას. აი ვინც ამ კითხვებს სვამდა პარტია ლელოდან, იხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და ყველაფერი თქვენთვის ნათელი იქნება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მოწოდებას, რომ გონს მოიგეთ პარტია ლელოს წარმომადგენლებო, ნუ გაჯიუტდებით თქვენს აბსოლუტურად მიუღებელ ძალიან ძიმე შეცდომაში და ქართული ხალხის ბრძოლის ღალატში, გონს მოიგეთ, გააცნობიერეთ რა ვითარებაა, გააცნობიერეთ რას გეუნებიან ქართველი ახალგაზრდები, პოლიტიკური პატიმრები, რას გეუნებიან პროტესტის მონაწილეები, რას გეუნებიან წარსულში თქვენი პარტნიორი პოლიტიკური პროდასავლური პატრიოტული პარტიები და წაიკითხეთ და გააცნობიერეთ, გაიაზრეთ, რას გეუნებათ ევროპის პარლამენტი და ევროპის პარლამენტში მოქმედი ევროპული ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია. მე ვფიქრობ, აქ ზედმეტი ლაპარაკი აღარც არის საჭირო, ლელომ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, შეცვალოს მისი
არასწორი, ძალიან მძიმე, არასწორი გადაწყვეტილება. შეცდომის აღიარება არ არის რაღაცა სერიოზული პრობლემა პირიქით. როდესაც მიხვდები შეცდომას, ის შეცდომა უნდა აღიარო და იმოქმედო სწორად, იაროს სწორი გზით და არა იმ ხაფანგის მიმართულებით, რომელი ხაფანგით დაუგო ამ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას რუსულმა რეჟიმმა და პარტია ლელომ თქვა, რომ მე მზადა ვარ ამ ხაფანგში შევყოთ თავი და მივიღო მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. გადავიდეთ კადრზე, ბატონო. რამოდენიმე კადრი ავიღოთ ბიჭებო და კადრების რო ვისაუბროთ ბატონები ერთად. ბატონო, სამეთში დაგმილი როგორც ზემნომაში მასშტაბად როგორც ში მოგეხსენებათ არის დაგეგმილი მარში, რომელიც არის ერთ-ერთი ნაწილი იმ მხილების კამპანიისა, რასაც ქვია მხილება რუსული სპეცოპერაციისა, ნებავთ ბოიკოტი დააქვთ, ნებავთ სხვა ტერმინი იხმარეთ, მარში არაკოლაბორაციის მიმართულებით და ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი, ვინაც გამოაცხადა ეს მარში და შესაბამისად ბუნებრივია ჩვენც მივიღეთ მონაწილეობას პირადად იქნებით ამ მარშის მონაწილეები. ეს არის ის პროტესტი, სადაც ყველანი ვართ ერთად, ქართული საზოგადოება, პარტიის წარმომადგენლები, უპარტიოები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, ჩვენ ყველანი ვართ ერთად. დღეს საქართველოში სამწუხაროდ პარტიული პოლიტიკის, რაც ნორმალური არის დემოკრატიისთვის, კეთების საშუალება მოკლა ამ რუსულმა რეჟიმმა, ამიტომ ახლა არის საერთო სახალხო ეროვნული ერთობლივი ბრძოლა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ პრინციპული, თანმიმდევრული და უკომპრომისო ბრძოლა. ეს მარშიც არის ამის ნაწილი. მადლობა.